გამარჯობა მეგობრებო, მე ბექა ვარ, 28 წლის ტრაქერი ამერიკაში. მაღლა მარჯვენა კუთხეში თეთრ სატვირთოს მე ვმართავ და ამ ვიდეოში ნახავთ როგორ დავამარცხეთ დრაკონი და შევასრულე საიდ კვესტები, რომ დამეპარკინგებინა იქ, სადაც დავაპარკინგე. რატომ გვირთულებენ შიპერები ცხოვრებას? ეს შემთხვევით ამოუხსნელია, მაგრამ თავზე მოძალა არ არის და გვიწევს მსგავს პირობებში მუშაობა. როგორც ხედავთ, ძალიან პატარა სივრცეა, მანქანები გვერდებზე დაპარკინგებული, შუაში ნაგვის ურნები გაჩხერილი და ამ პირობებში უნდა ჩავდგეთ შენობის და მეორე თეთრი ტრაილერის შუაში სიცარიელე, სადაც ხედავთ იქ. ბარემ აქვე პატარა თხოვნა, თუ არხი არ გაქვს გამოწერილი, გამოიწერე და დაალაიქე ვიდეო, რომ ალგორითმა დაფუშოს და მეტ მაყურებლამდე მივიდეს. ასევე ყველა კომენტარს ვკითხულობ და თავისუფალ დროს მაქსიმალურად ვცდილობ ყოველს საუბრობ პასუხი. ძალიან მისწორდება გამომწერებთან ინტერაქცია და გამიხარდება ნებისმიერი ფიდბექი. ასე რომ არ დაიზაროთ და წინასწარ მადლობა. წავედი გავათრაკოთ. Record brokers. Baltimore Train to Kensington. How can I help you? Hi, I'm giving you a call back. AFS driver. Are you? I'm empty. Okay, I'm sending everything over, okay? Alright. Give the pickup address and then I'll send everything to dispatch. Okay, cool. Thank you. Thank you. Okay, დაველოდები ხამას მისამართს ჩამიგდებენ და დავიძრებით პიკაპზე. წამოვედი პიკაპზე. 1 საათის გზა მაქვს დარჩენილი და რაღაცა პატარა Rockford, Ohio, პატარა ქალაქში ამოვყავი თავი. გარშემო სუპერმებია. ეს რაღაცა ძალიან ისეთი პატარა დაუნთაუნი ვითავთ. Oversize რამხელა რაღაცა მოაქვს. ესე ძალიან დიდ ტვირთებზე ძირითადად დადიან ესენი ამერიკული ტრაქები რა, Kenworth-ი, Peterbilt-ი და ძლიერი დიდი ძრავები რასაც აქვს. კიდე მეორე მოდის წინ. ამას მეგონი სახლი მოაქვს. სახლი მოაქვს თლიანი. აი მოდი შევყენდები ახლა. და გადმოვაფეხით. აი აქ მომიწევს მეგობრებო. დაპარკინგება. ეხა იქ მაქვს დაყენებული. იქიდან გამოვალ, ესე წავალ და მე დავიწყებ უკანასკნელ შემოსვლას. Can I help you? How you doing? I'm picking up, I'm getting low numbers. Starts with an M and then 4 numbers. starting with them. M, yeah. დრონი აუშვი მეგობრებო, ეს პირველივე ტრაქს, რასაც ხედავთ, ეგ არის ჩემი ტრაკი. მომიწევს რომ ქუჩა გადავკეტო და ნახავთ ეხა ყველაფერს გადაიცვლება დრონის კადრებზე. დავაპარკინგე, ნახავდით, ცხვირი გაყოფილი მაქვს, ისეთი პატარა ადგილია, ეს ზოლი გადაკეტილი მაქვს. ამ საქმეს ყველაზე მეტად არ უყვარს სისწრაფე. და იქიდან მოძრაობა არის, აქედან მოძრაობაა და ყველა მემელოდებოდა, მაგრამ ნუ არ უნდა იჩქარო რა, ერთი სიტყვით უნდა დაიკიდო ეგ ამბავი, იმიტომ რომ ხშირია ესეთ ადგილებში დაპარკინგება, როცა street load-ებზე ხარ. ხა ამაზონზე თუ მუშაობ, ხო, არანაირი გზის გადაკეტვა და არაფერი არ მოგიწევს, შეგნით warehouse-ებში შედიხარ, იქ იღებ და
იქ ტოვებ ტვირთს. მაგრამ როცა ესე ჩემსავით სტრიტ ლოუდებზე ხარ ან კარ კერიერზე ხარ, მაგ შემთხვევაში კი. ახლა ანუ შუა ზოლში უნდა გადავიდეს, რომ ამარიდოს. გინდა არ გინდა იძაბები და ცდილობ რომ რაღაცა იჩქარო, მაგრამ უნდა დაიკიდო რა თორე ან ტრაილერით რაღაცას დაეჯახები, ან რავი გაუსმევ, ან ეს ვთქვით რა. კარგად არ დამთავრდება ეგ ამბავი. წინა ვიდეო ვისაც რანახი გაქვთ გემახსოვრებათ რომ ტრაილერი რო გამიფუჭდა სხვა ტრაილერმა ის სამკუთხედები ემერჯენსი სამკუთხედები რაც მელაგა გზაზე გაიტანა და ეხლა უნდა ვიყიდო მაგის გარეშე სეროლი არ შევიდა reader RFID reader. I told him what to do. God, you cancel a couple times, wait a couple minutes, and you should be ready. Oh, good. Thanks. ახალი ამბავი მაქვს, ვისაც ჩემი სხვა ვიდეოები ნანახი გაქვთ, გეცოდინებათ რომ მე მყავდა BMW Z4 M40i. ყავდა, იმიტომ თქვი რომ მანქანა გავყიდე ამ ვიკენდზე, ძალიან კარგი ფასი შემოთავაზეს და მაგ ფასში უბრალოდ რო დამეტოვებინა, მე ვეღარ გავყიდიდი. კომენტარებში დამიწერეთ დაახლოებით $50,000 ფარგლებში თქვენ რა მანქანას იყიდიდით. ეხლა მისული ვიყავი, სადაც ტვირთი უნდა დავტოვო და ვცადე რავი მეთქი თუ დამცლიან, მაგრამ მოგვიშორებ დილა უნდა თქო და არა, ხვალ დილით შენი აპოინტმენტის დროით უნდა მოხვიდეო და აი რატო ირთულებენ და ართულებენ ყველაფერს არ მესმის რა მოვედი შეგილია დამცალო ანუ მაინც დასაცლელი ვარ ხვალ დილით ანუ მაგათი გასაკეთებელია დილითაც და ეხას და მაგრამ მოიშორე და თან ანუ გარშემო არის ტრანსტაპი არ არის არაფერი მერსედესზე ვერ გავაჩერებ ნორმალურად რომ დავიწინო ან გადავივლო ან რაღაცა უკვე და ეხლა უნდა გავჩერდე გზის პირას სადღაც შუაგულ ოჰაიოში გარშემო დიდი ალბათობით ვერაფერს ვერ ხედავთ ვერც მე ვერ ხედავ მაგრამ ამაღამ ეს იქნება ჩვენი სახლი გარებებს ჩავკეტავ ყოველი შემთხვევისთვის და რა ვიცი ეგარი დავიწინებ და ხვალ დილით შემოგიერთებით გავიღვიძე ახლა არის დილის 6 საათი გარეთ სადმე ძინა მეც არ ვიცი ძალიან ლამაზად გამოიყურება ზე ამოდის ფარდებს გავხსნი და ნახოთ გარშემო რა ხდება მე თან არ მაქვს წარმოდგენა
Good morning. I have a delivery. Come around to door 324. Bring in your driver's license and your paperwork. Awesome. Thank you. Good morning. Morning. I have a delivery. Got your driver's license? Yep. Thank you. No problem. What company do you drive for? AFS? A what? AFS. AFS. Yes. 351. 351? Yep, go ahead, break the seal, slide the tandems, and when you get the green light again, come back in for your paperwork. Okay, thank you. მეგობრებო, ჩამოვედი ფილადელფიაში ვარ, ეხლა ვიცლები, აქ ამბები ხდებოდა, ვის ახსოვდა შენი კამერა, ტვირთი და YouTube-ი, ანუ დილის 8 საათზე მქონდა აპოინტმენტი, 7:30-ზე მოვედი და ორი მანქანა უკვე დაპარკინგებული იყო, მესამე უნდა ყოფილიყავი რიგში. დგავარ ხა ველოდები რა, თან ძალიან ცუდი სივრცეა, ძალიან პატარა ადგილია და დგავარ ველოდები, ჩემს მერე მოვიდა ორი ტრაკი. ეს ორივე ტრაკი ჩააყენა რა და უკან რომ მიდიოდნენ უკანასულით რომ უნდა დაეყენებინოთ კითხე, ანუ მეთქი რა შვები რა, აქ დგავარ, შენზე ადრე მოვედი. მე აპოინტმენტი მაქვს, მივედი აქაურ მენეჯერთან, მეც აპოინტმენტი მაქვს. არა, ჩემ სისტემაში არ ჩანსო, შენი აპოინტმენტიო. და ანუ ვაჩვენებ საბუთს 8 საათი, აქ წერია 8 საათი რა. არაო, არ მაქვს, ანუ რა შეთვის უნდა ამერიკა პირდაპირ ის ჯიგა რომ მოვდივარ და 8-ზე დამხვდი თუ ანუ რა უნდა მეკდა აქ აწერია. რაღაცა არ მაინტერესებს მეთქი, უნდა ჩავდგე და კიდე არა ფეხებზე ეკიდა და ეხლა დავზადრე, ჩავაყენე და რავი არ ვიცი რა, განძრევას არ ვაპირებ, სანამ არ დავიცლები, ვიდგები აქ. ან შეიძლება ჩავკეტე მანქანა და წავიდე, მოვიხიო, უნდა დაცალონ, უნდა არა. დილის 7-დან აქ ვარ, არის 12 საათი. ასე რომ რავი, რაც უნდა ისუქნიათ რა, 5 საათი ველოდე ეხლა და დაცლიან, არ დაცლიან, კარგად იყვნენ. ანუ ხალხო, აი ვერ აგიხწერთ რამდენი დებილ ადამიანთან გიწევს ტრაქზე კომუნიკაცია. ერთი სიტყვით წავედი მეგობრებო, დალაიქეთ ვიდეო და კომენტარეთ, გამოიწერეთ არხი თუ არ გქონთ გამოწერილი და ეხლა მანქანა უნდა მოვალაგო და ხო რავი, ამასობაში იმედიან დამცლიან და წავალ სახლში. ერთი სული მაქვს, მივიდე, წყალი გადავილო და რაღაც საქმეები მაქვს, გავარდე. დროებით